ხო ჩვენ საუბრობთ გრამატიკული გარჩევის შესახებ და ისიც თქვით რომ გრამატიკული გარჩევის როლი გრამატიკის სწავლებაში საკმაოდ დიდია და იმდენად მნიშვნელოვანია იგი რომ ხშირად მას მეთოდათაც კი მიიჩნევენ ხოლმე. ახლა რაც შეეხება გრამატიკული გარჩევის როლს თვითონ გრამატიკის შესწავლის პროცესში და დამოკიდებულებას გრამატიკული გარჩევის მიმართ. როგორც აღნიშნეთ, გრამატიკული გარჩევა გრამატიკის სწავლების ხერხებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ მეთქი და მისი მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. გრამატიკული გარჩევა ამაღლებს მტკიცესა და შეგნებულს ენობრივი კატეგორიების შესახებ მიღებულ ცოდნას. გრამატიკული გარჩევის საფუძვლად მოსწავლეები ეუფლებიან თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გრამატიკულ გარჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოგიკური ცნებითი აზროვნების განვითარებისათვის. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დამოკიდებულება გრამატიკული გარჩევის მიმართ ცალსახა არ ყოფილა და მას ხშირად აბუჩად იგდებდნენ და გარჩეობანასაც კი უწოდებდნენ ხოლმე მას და ამასაც რა თქმა უნდა თავისი მიზეზი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ გრამატიკული გარჩევის ისტორია საკმაოდ დიდია და ჯერ კიდევ იგი ძველ ანტიკურ საბერძნეთში გამოიყენებოდა როგორც ფიქრობენ. მას ფართოდ იყენებდა ძველი სკოლა საერთოდ, მაგრამ ამ სკოლის მიზანდასახულობის მიხედვით მისი დანიშნულება იყო მოსწავლეთა ფორმალური აზროვნების, მექანიკური მეხსიერების განვითარება. ლოგიცისტური გრამატიკების ბატონობის პერიოდში გრამატიკული გარჩევა იყო ფაქტიურად ერთადერთი ხერხი გრამატიკის ელემენტების შესწავლისას, გრამატიკული კატეგორიების შესწავლისა და ხშირად ტექსტის ანალიზი ძირითადად მის გრამატიკულ ანალიზამდე იყო დაყვანილი და სხვა მომენტები ტექსტისა, როგორიც არის მისი მხატვრული ანალიზი თითქმის უკანა პლანზე იყო ხოლმე გადატანილი. ამიტომაც იყო, რომ გრამატიკულ გარჩევას ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დიდად არ წყალობდნენ, ხოლო მე-20 საუკუნეში საბჭოთა სკოლაში მან ძალიან დიდი დატვირთვა შეიძინა და დღეს კვლავ შეიცვალა ამ გრამატიკული გარჩევის მიმართ დამოკიდებულება და მიიჩნევენ, რომ ენის სწავლების პროცესში იგი სრულიად ზედმეტია. ასეთი ცალსახა დამოკიდებულება გრამატიკული გარჩევის მიმართ ჩვენის აზრით არ არის სწორი, არ შეიძლება მისი არც ზედმეტად გაფეტიშება, იმიტომ რომ იგი მომაბეზრებელს ხდის საერთოდ სწავლების პროცესს, იმიტომ რომ ერთხელ მორგებული სქემების მიხედვით მოსწავლეს ვამუშავებთ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მოსწავლეს ბეზრდება ეს და ცოდნაც გარკვეული თვალსაზრისით უფრო მექანიკურ ხასიათს ღებულობს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გრამატიკის სწავლებისას მთავარი არის გონება და არა მეხსიერება, მაშინ გრამატიკული გარჩევის როლი ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს კნინდება. მაგრამ მოდით ისიც ვთქვათ, რომ გრამატიკული გარჩევა გარკვეული დოზით აუცილებელი გახლავთ ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიების ახსნისას. ჩვეულებრივ განასხვავებენ გრამატიკული გარჩევის ორ სახეს. ეს არის ზეპირი და წერილობითი, ანუ შესრულების ფორმის მიხედვით. ზეპირი გრამატიკული გარჩევა თავის მხრივ შეიძლება იყოს ინდივიდუალური, როდესაც ერთი პირია ამ საქმეში ჩართული და შეიძლება იყოს ჯგუფური, ანუ ფრონტალური, როდესაც გრამატიკულ გარჩევაში რამდენიმე მოსწავლე მონაწილეობს. რაც შეეხება წერილობით გრამატიკულ გარჩევას, ისიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა წინა წლებში, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ მოსწავლეთათვის ცოტა უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი და შემოქმედებითი რომ გამხდარიყო იგი, მასწავლებლები იყენებდნენ ხოლმე ამ მიზნით ეგრეთ წოდებულ ინდივიდუალური მუშაობის ბარათებს, რომელებზედაც წინასწარ იყო მასწავლებლის მიერ დაწერილი საანალიზო ფორმები და უნდა გითხრათ, რომ ყველა ბარათზე სხვადასხვა ფორმა იყო მოცემული, წინასწარ იყო მასწავლებლის მიერ დახაზული ის გრაფები და მოსწავლეებს მხოლოდ მათი შევსება ევალებოდათ. ეს გრამატიკული ინდივიდუალური ბარათები ერთგვარი სიხალისის შემტანი იყო ამ პროცესში, იმიტომ რომ მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, იყო აკვეთილი გადაწერის შესაძლებლობა, თანაც ეს მასწავლებლის მიერ დახაზული გრაფები მათ საშუალებას აძლევდათ, რომ გარკვეული თანმიმდევრობაც დაეცვათ ამ პროცესში, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს მაინც საკმაოდ რთული და მომაბეზრებელი პროცესია სკოლაში.
ასევე გრამატიკული გარჩევა შეიძლება განვიხილოთ სრული და ნაწილობრივი. სრულია გრამატიკული გარჩევა, როდესაც გარკვეული თემის გავლის შემდეგ მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა ცოდნას ამ საკითხის ირგვლივ. აი მე მაგალითად გთავაზობთ გრამატიკული გარჩევის ერთ-ერთ ნიმუშს, ეს არის სრული გარჩევა. ანუ მოსწავლეებმა მე-5-6 კლასებში დაამთავრეს უკვე არსებითი სახელის შესწავლა, კერძოდ გაიცნეს არსებითი სახელის შინაარსობრივი ჯგუფები, გაიცნეს მისი ფუძის მონახვის ხერხი, გაიცნენ მის ბრუნებასაც და აი ახლა უკვე შეიძლება შევაჯამოთ მათი ცოდნა ასეთი გარჩევის სახით. მდინარეს არსებითი სახელი უსულო რა ჯგუფის საზოგადო კონკრეტული მხოლობითი რიცხვი, ხმოვანფუძიანი ფუძე მდინარე, კვეცადი, იკვეცება ე, მიცემეთი ბრუნვა, ბრუნვის ნიშანი ს. აი ეს გახლავთ არსებითი სახელის სრული გარჩევის ნიმუში ამ ეტაპზე. თუმცა შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ გრამატიკული გარჩევის ნაწილობრივი სახეც. აი მაგალითად ბავშვებს ვასწავლეთ ჩვენ მრავლობითის ორი სახე, ებიანი და ნართანიანი. ახლა ვავალებ ტექსტიდან ერთ წუთში ამოწერონ ებიანი მრავლობითის ფორმები, მეორეში ამოწერონ ნართანიანი მრავლობითის ფორმები. ეს უკვე ნაწილობრივი გარჩევის შემთხვევა იქნება. ან კიდევ მოსწავლეებს მე-4 კლასში მარტივად გავაცანით ზმნის პირი. ახლა ვაძლევთ ტექსტს და ვავალებთ ცალ-ცალკე ამოწერონ და დააჯგუფონ პირველი, მეორე და მესამე პირის ფორმები. ესეც ნაწილობრივი გარჩევის ნიმუში გახლავთ. მასალას რაც შეეხება ამის მიხედვით გრამატიკული გარჩევა შეიძლება იყოს მორფოლოგიური და შეიძლება იყოს სინტაქსური. აი მორფოლოგიური გარჩევის ნიმუში იყო წეღანის, რაც მე თქვენ შემოგთავაზეთ, არსებითი სახელის გარჩევა ფორმის, შინაარსისა და ფორმის მიხედვით. რაც შეეხება სინტაქსურ გარჩევას, სინტაქსური გარჩევა გულისხმობს პირველ რიგში წინადადების წევრთა მოძებნას და მათი ფუნქციების განსაზღვრას, გულისხმობს წინადადების ტიპის, სტრუქტურის განსაზღვრას, რა სახის არის წინადადება, როგორი კონსტრუქციის არის, მარტივია, შერწყმულია, რთულია, თუ რთულია, ქვეწყობილია თუ თანწყობილია, ეს უკვე სინტაქსური გარჩევის სფერო გახლავთ. ახლა ცალკე გამოყოფენ ხოლმე კიდევ ფონეტიკურ გარჩევასაც, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ფონეტიკური გარჩევა როგორც ასეთი ახლა თითქმის აღარ გამოიყენება, იმიტომ რომ ამის საჭიროება აღარ არსებობს. კერძოდ აღარ ეცნობა ფონეტიკიდან ისეთი საკითხები, როგორც იყო თანხმოვანთა დახასიათება წარმოთქმისა და რაგვარობის მიხედვით და აღარ ეცნობა აღარც ფონეტიკური პროცესები, აქედან გამომდინარე აღარც ფონეტიკური გარჩევის საჭიროება აღარ არსებობს. ეხლა მე მინდა შევეხო კიდევ რამდენიმე საკითხს. ეს გახლავთ გრამატიკული მასალის დალაგების პრინციპები, საანალიზო მასალის შერჩევა და ეს გახლავთ აგრეთვე თვალსაჩინოების სახეები გრამატიკული მასალის სწავლებისას. გრამატიკული მასალის დალაგების ორ პრინციპს გამოყოფენ ტრადიციულად. ეს არის სისტემატურობის პრინციპი და ეს არის კონცენტრულობის პრინციპი. სისტემატურობის პრინციპი გულისხმობს შესასწავლი მასალის დალაგებას გარკვეული სისტემატიკის თვალსაზრისით. მაგალითად, სკოლაში სისტემატურობის პრინციპი გულისხმობდა, რომ მოსწავლეები სწავლობდნენ ჯერ ფონეტიკას, შემდეგ გრამატიკას, კერძოდ მორფოლოგიას და შემდეგ სინტაქსს. ახლა სისტემატიკის მხრივ ეს ასეთი დალაგება, რა თქმა უნდა, გამართლებულია. ასობგერა, სიტყვა, წინადადება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფონეტიკა ყველაზე უფრო რთული დარგია ენათმეცნიერებისა, მაშინ გამოდის, რომ ყველაზე უფრო რთულს ვასწავლედით ყველაზე უფრო ადრე. აი ეს სისტემატურობის პრინციპი ყოველთვის ვერ ამართლებდა სასკოლო გრამატიკის სწავლებისას. თუმცა სისტემატურობის პრინციპს თავისი პლუსი აქვს ის, რომ აქ ხერხდება მასალის დალაგება, დაჯგუფება გარკვეული თანმიმდევრობით. მაგალითად, სისტემატურობის პრინციპით ზმნის სწავლება მე-7 კლასში გულისხმობდა, სწავლობდა ჯერ ბავშვი ზმნის რაობას, შემდეგ სწავლობდა მის ძირითად კატეგორიას, ეს არის კატეგორიებს პირი და რიცხვი. პირისა და რიცხვის შემდეგ სწავლობდა ზმნის წინს, ზმნის წინის შემდეგ ისწავლებოდა დრო, კილო ასპექტი და ამით უკვე მზადდებოდა ნიადაგი ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორიც გახლავთ მწკრივები და სერიები. შემდეგ გადადიოდნენ უკვე ფორმაცულის კატეგორიებიდან წარმოქმნის კატეგორიებზე და სწავლობდნენ მოსწავლეები ზმნის გვარს, ქცევას, კონტაქტს და ბოლოში იყო ხოლმე მოქცეული თავისებური ზმნები. ამ სისტემატურობის პრინციპით დალაგებული მასალა მასწავლებლისთვის რა თქმა უნდა მოსახერხებელია, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელია სწავლების თვალსაზრისით.
იმიტომ რომ უფრო რთული სწავლების თვალსაზრისით უფრო ადრე არის გადმოტანილი. აი იგივე პრინციპი, ქრონოლოგიური სისტემატურობის პრინციპი უდევს ლიტერატურის სწავლებასაც სკოლაში. და აი ამის გამო რომ ყველაზე რთული მონაკვეთი ქართული მწერლობისა და ეს გახლავთ ძველი ქართული მწერლობა, აგიოგრაფია, განსაკუთრებით ისწავლება ყველაზე ადრე. ხოლო უფრო გვიან ისწავლება თანამედროვე ქართული მწერლობა, რომელიც მოსწავლისათვის შედარებით უფრო მარტივიც არის და ბევრად უფრო საინტერესოც. მაგრამ აი სისტემატურობის პრინციპის დანერგვამ განაპირობა სწორედ სწავლებისას აი ამგვარი უხერხულობის შექმნა. რაც შეეხება კონცენტრულობის პრინციპს, იგი გულისხმობს შესასწავლი მასალის დალაგებას ამგვარად, სწავლების სხვადასხვა ეტაპზე ერთი და იგივე საკითხი ისწავლება. ოღონდ ისწავლება სხვადასხვა მოცულობით, ანუ სხვადასხვა კონცენტრით. მეორე კლასშიაც, მესამე კლასშიაც, მეოთხეშიაც, მეხუთეშიაც, მეექვსეშიაც ჩვენ ბავშვებს ვაცნობთ არსებით სახელს. კერძოდ, მეორეში ვაცნობთ, რომ არსებითი სახელი გახლავთ საგნის აღნიშნული სიტყვა, ანუ არსებითი სახელის მნიშვნელობა საგნობრიობასთან არის დაკავშირებული. აქვე შეიძლება მარტივად გავაცნოთ მხოლობითი რიცხვის ფორმები და მრავლობითი რიცხვის ფორმები, რა თქმა უნდა, სათანადო აფიქსების გარეშე. მესამე კლასში ვასწავლეთ უკვე, რომ არსებითი სახელი მეოთხე კლასში უკვე ვასწავლეთ, რომ არსებითი სახელი იცვლება ფორმის მიხედვით, კერძოდ იგი იბრუნვის და ამას ვაცნობთ ჩვენ თანხმოვანფუძიანი ფუძე უკუმშველი სახელების მაგალითზე, აქ ვაცნობთ ბრუნების რაობას ზოგადად და ვაცნობთ ბრუნვის ნიშნებს. აქვე ზოგადად მოსწავლეები ეცნობიან არსებითი სახელის ფუძის მონახვის ხერხსაც. თუმცა, აი ამ საკითხებზე მუშაობა, რაც ახლა მე თქვენ მოგახსენეთ, ღრმავდება უფრო მეხუთე კლასში, სადაც მოსწავლე ეცნობა ჯერ ფუძე კუმშვადი სახელების ბრუნებას, ხოლო მეექვსეში ეცნობა ის უკვე ფუძე კვეცადი და ფუძე უკვეცელი სახელების ბრუნებას. მაშინ ყველა ეტაპზე მეორეშიაც, მესამეშიაც, მეოთხეშიც, მეხუთეშიც, მეექვსეშიც ბავშვს ვასწავლეთ ჩვენ არსებითი სახელი, მაგრამ ვასწავლეთ იგი სხვადასხვა მოცულობით, სხვადასხვა კონცენტრით. დღეს გრამატიკის სწავლებაში ორივე ეს პრინციპი გამოიყენება სისტემატურობისას და კონცენტრულობისას, ოღონდ რა თქმა უნდა თავთავის ადგილას. კიდევ მოგახსენებთ, რომ ორივე მათგანს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. პლუსი სისტემატურობის პრინციპისა გახლავთ იქ, რომ აქ მასალის ერთიანობა დაცულია, გარკვეული სისტემის მიხედვით არის შესასწავლი მასალა წარმოდგენილი, მინუსი კი გახლავთ ის, რომ სწავლების თვალსაზრისით იგი ყოველთვის მოსახერხებელი არ გახლავთ. კონცენტრულობის პრინციპის ნაკლი კი გახლავთ ის, რომ სისტემური ცოდნის მიწოდება ამ გზით შედარებით ძნელად ხერხდება. ახლა რამდენიმე სიტყვა სავარჯიშო საილუსტრაციო ტექსტის შერჩევაზეც. ჩვეულებრივ გრამატიკული მასალის სწავლება მიწოდება ხდება გარკვეული მაგალითების ანალიზის საშუალებით. ხლა საანალიზოდ როგორი მაგალითები შევარჩიოთ, საიდან ავიღოთ ეს მაგალითები, ან იქნებ ჯობია თავად მასწავლებელმა მოიფიქროს ისინი, ან იქნებ მოსწავლეებს დავავალოთ მათი შერჩევა. რა თქმა უნდა, ყველა მომენტი ამართლებს. აქ გააჩნია ჩვენ რა საკითხზე მუშაობთ, რისი სწავლება გვაქვს მიზნად. მაგრამ ძირითადად კი სავარჯიშო საილუსტრაციო ტექსტი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში ეს ტექსტი უნდა იყოს მოსწავლეთათვის გასაგები ენით დაწერილი და იყოს შინაარსობრივად გასაგები. ჩვენ თუ გრამატიკული კატეგორიის დეფინიცია გვსურს და ამ მიზნით მოსწავლეს საანალიზოდ მივაწოდეთ ისეთი წინადადება, რომელიც შინაარსობრივი თვალსაზრისით მისთვის გაუგებარია, რა თქმა უნდა, მიზანს ვერ მივაღწევთ. შემდეგ სასურველია, რომ ეს საანალიზო მასალა აღებული იყოს განვლილი ლიტერატურული მასალიდან. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ენობრივი და ლიტერატურული მასალის ინტეგრაციის პროცესში, აი თანამედროვე სტანდარტების სწორედ ამასაც ითვალისწინებს, რომ ყოველთვის ახალი ენობრივი ცნების მიწოდება მოხდეს უშუალოდ ლიტერატურულ მასალასთან კავშირში და ეს უკვე კარგ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელსაც და კარგ შესაძლებლობას აძლევს სახელმძღვანელოს ავტორსაც საიმისოდ, რომ აი გრამატიკის ელემენტებზე მუშაობა დაუკავშიროს ტექსტის გამომსახველობით ხარისზე მუშაობას. მაგალითად, აქ ნოდარ დუმბაძის გულში, რომელიც მე-6 კლასის სახელმძღვანელოშია შეტანილი, ხდება ასეთი ფრაზა: ძმობა და არ ძმობა.
მე შემიძლია ეს წინადადება წაგიკითხოთ კიდეც ტექსტიდან, რომ სულ ახლახან ერთ ჩემს ისტორიკოს მეგობარს ვთხოვე, რაიმე ისტორიული წარსულიდან აფხაზთა და ქართველთა ძმობის ამსახველი ლამაზი ამბავი გაიხსენე მეთქი. დიდხანს იფიქრა, მე უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. არ ძმობის ამბავი ვერ გავიხსენე და ძმობისა როგორღა გავიხსენო. ნუ ჩვენ ახლა აქ ტექსტის შინაარსობრივ მხარეს ცოტა ხანი თავი დავანებოთ და ყურადღება მივაქციოთ ახალ ლექსიკურ ერთეულებს. კერძოდ ძმობას და არ ძმობას. აი უარყოფითი ნაწილაკის დართვისას წერალმა შეძლო სიტყვა ძმობის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე არსებითი სახელი მიეღო. აი როგორია ეს საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვები, რა ეწოდება მათ და აქვე ვაძლევთ დავალებათ, რომ აი მიიღონ საპირისპირო შინაარსის მქონე სიტყვები არ უარყოფითი ნაწილაკის დართვით შემდეგ სახელებზე არსებული, არ არსებული, ნახული, არ ნახული, ქონა, არ ქონა, ყოფნა, არ ყოფნა, ცოდნა, არ ცოდნა. ან კიდევ აი მივაქციოთ ყურადღება, აქ მწერალს გამოყენებული აქვს აგრეთვე ნაწილაკი მეთქიც. ლამაზი ამბავი გაიხსენე მეთქი. რომელ ნაწილაკს იყენებს მწერალი თავისი ნაუბრის გადმოსაცემად? რომელ ნაწილაკს ვიყენებთ საერთოდ პირველი პირის ნაუბრის გადმოსაცემად? მეთქი ნაწილაკს და დაასახელეთ სხვა მაგალითებიც. ანუ გრამატიკული მასალა უშუალოდ ტექსტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყველაზე იდეალური ვარიანტი ეს არის. შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს საილუსტრაციო მასალა მდიდარი უნდა იყოს გრამატიკული კატეგორიებით, ნაკლებად შეიცავდეს შეუსწავლელ კატეგორიებს და აადვილებდეს სათანადო დასკვნების გამოტანას. და რა თქმა უნდა, გრამატიკის სწავლებაზე ჩვენი საუბარი არ იქნება სრულყოფილი, სრული, თუ არ შევეხებით 1-2 სიტყვით თვალსაჩინოების სახეებსაც გრამატიკის სწავლებისას. ნუ ტრადიციულად თვალსაჩინოების ორ სახეს განასხვავებენ ხოლმე, ერთი ეს არის საგნობრივი და მეორე გახლავთ გრაფიკული თვალსაჩინოება. რა თქმა უნდა, საგნობრივი თვალსაჩინოება გამოიყენება გრამატიკის ელემენტების შესწავლისას სწავლების პირველ საფეხურზე. მაგალითად, მრავლობით რიცხვს მასწავლებელი უშუალოდ საგნობრივ თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით ხსნის. საგნობრივ თვალსაჩინოებაზე დაყრდნობით იხსნება ზმნის წინის მნიშვნელობაც, როდესაც მოსწავლეს სხვადასხვა მიმართულების აღნიშნულ ზმნებზე ვაკვირებთ უშუალოდ მოქმედების პროცესში. მაგრამ ზემოთ და ზემოთ საგნობრივი თვალსაჩინოების გამოყენება მოუხერხებელი ხდება, იმიტომ რომ გრამატიკა, როგორც მოგახსენეთ, ლოგიკური მეცნიერება გახლავთ მეთქი და საგნობრივობაზე მიჯაჭვა კი ცოტა ხელს უშლის ამ განყენებული აზროვნების უნარის განვითარებას და ძირითადად მაინც გრამატიკის სწავლებაში გამოიყენება თვალსაჩინოების ისეთი სახეები, როგორც არის ვენის დიაგრამა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ორი დიდი წრე, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ, გადაკვეთის ადგილას იწერება ის საერთო, რაც ამ ორი მოვლენის, ან ორი საგნისთვის არის დამახასიათებელი. ასევე უნდა განვიხილოთ სქემები, განსაკუთრებით ახლა ტ-სქემას ამბობენ ხოლმე კიდევ ასოციაციურ უკას, ესეც გრაფიკული თვალსაჩინოების სახე. აი, პირის ნიშნებთან დაკავშირებით შეიძლება გამოიყენოთ ასეთი ცხრილი პირის ნიშნებისა. რაც შეეხება პლაკატებს, პლაკატების გამოყენება მიზანშეწონილია უფრო სწავლების ადრეულ საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს არა მხოლოდ ესმის წესი, არამედ თვალითაც უნდა დაიმახსოვროს სათანადო ორთოგრამები, რომლებიც განსხვავებული ფერით გახლავთ ხოლმე გამოყოფილი როგორც წესი და აი ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო მარსწერის ჩვევათა გამომუშავებას. მე დღეს ამით მინდა დავამთავრო ჩვენი საუბარი. გმადლობთ რომ ისმენდით, მომავალ შეხვედრამდე.